მე მყავდა საქმრო და უნდა გადაგვეწყვიტა ქორწილი და ერთ დილით გავიგე რომ მოიყვანა ცოლი. ამ ამბის გამო გულგატეხილი ვიყავი და ვეღარავის ვეღარ ვენდობოდი და ვეღარ შევქმნი ოჯახი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიდეოს ის ადამიანიც უყურებს, როდესაც გამოქვეყნდება. ხომ არ გსურთ, რომ რაიმე უთხრათ მას? მე შენახლა შეიძლება მიყურებ, მაგრამ შენ დღეს ცოლშვილი ხავს. მაგრამ წახვედი ჩემი და მაგრამ მე დღეს დღეობით რაც არის, მე შენ მაგას გაპატიებ მაინც. როდესაც ნანამ ეს სიტყვები მითხრა, ისი ამოიოხრა თითქოს გულიც ამოაყოლა. ნანას ეზოში გაზაფხული ისევ მოვიდა, მაგრამ ქალისთვის მხოლოდ ერთი ფერი არსებობს. სტრესის ფონზე მხედველობა წაერთვა, უფულობის გამო კი ვერ იმკურნალა და აი შედეგიც. უსინათლო ქალი უპეწრებია ამ დანგრეულ კედლებში ცხოვრობს, უფრო სწორად არსებობისთვის იბრძვის. ცრემლები მოგადგათ თვალებზე. რაც ასე მარტო დავჭი, ძალიან უიმედო მდგომარეობაში ვარ ჩავარდნილი. ძალიან ძნელი არის მარტოობა. მარტო ერთი სული ადამიანი ძალიან გაუსაზღვრელია მარტოობა და ერთსულობა. ეს კადრები მიტოვებული შენობის ნანგრევები არ გეგონოთ. ეს ნანას საცხოვრებელი სახლის პირველი სართულია. სოციალური შემწეობის 40 ლარით ქალმა საკვები იყიდოს, პროდუქტები თუ დაზიანებული სახურავი შეაკეთოს. საბრალო ქალს გატეხილ საწოლზე სინავს, ჭერიდან კი წყალი დასდის. უსინათლო თვალებით ცდილობს, რომ იმედის სხივი დაინახოს. ხვალ ჩვენთვის ახალი დღე გათენდება. ნანასთვის კი ყოველი დილა სიბნელით იწყება. სიბნელე, რომელიც მარტოსულობის საძებით არის შემოსილი. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.